მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობა ფართოვდება საფინანსო ინსტიტუტებისთვის დაკრედიტების ზღვარი გაზარდეს. შედეგად მისოებს უფლება ექნებათ, რომ ერთ მცესხებელზე გასაცემი თანხა გააორმაგონ. დღემდე ლიმიტი 100.000 ლარზე იყო, მომავალში კი ზღვარი 200.000-მდე მოიმატებს. შესაბამის კანონში შეტანილ ცვლილებებს დადებითად აფასებენ მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, რომლებიც კლიენტებისთვის უფრო ფართო სერვისების შეთავაზებას გეგმავენ და მათი დაკარგვის საფრთხის შემცირებაზე მიუთითებენ. მარიამ ბერძენიშვილი არ ყვებდა რა შესაძლებლობას მისცემს საფინანსო ინსტიტუტებს და მომხმარებლებს მიკროსესხების ლიმიტის უკვე მეორედ გაზრდა და ახალი საკანონმდებლო ჩანაწერი. მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ ერთ მსესხებელზე გაცემული კრედიტის ლიმიტი ორმაგდება და 100.000-დან 200.000 ლარამდე იზრდება. შესაბამისი ცვლილება მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ კანონში შევიდა, რომელსაც საქართველოს პარლამენტმა 82 ხმით მხარი დაუჭირა. კანონპროექტის ავტორი ეკონომიკის სამინისტროა. როგორც მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძე აცხადებს, კერძო სექტორის მხრიდან მიკროსესხებზე მოთხოვნა მკვეთრად არის გაზრდილი. ამიტომ გაორმაგებული ლიმიტი მომხმარებლებს შესაძლებლობას მისცემს უფრო დიდი მოცულობის ფინანსური რესურსი მოიზიდონ და გააფართოვონ საკუთარი საქმიანობა. 2017 წლის მერე ფაქტობრივად ორჯერ და უფრო მეტად არის გაზრდილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციების პორტფელი. ამავდროულად ორჯერ და უფრო მეტად არის გაზრდილი საქართველოს ეკონომიკის ზომა. შესაბამისად, მოთხოვნა მსგავსი ტიპის პროდუქტებზე საკმაოდ დიდია საფინანსო სექტორიდანაც და ასევე კერძო სექტორიდანაც, რაც იყო ძირითადი განმაპირობებელი მიკროკრედიტის ლიმიტის ზრდის. მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს შესაძლებლობა ექნებათ ახალი პროდუქტები და მომსახურებები შესთავაზონ საკუთარ მომხმარებლებს, აცხადებენ ეროვნულ ბანკში. ამასთან, როგორც მარეგულირებელში განმარტავენ, ეს ნაბიჯი სექტორის გაჯანსაღებასაც შეუწყობს ხელს. ეს ერთის მხრივ ხელს შეუწყობს მცირე ბიზნესს და მომხმარებლებს შეიმუშაონ ახალი პროდუქტები, განავითარონ თავიანთი წარმოება, ხოლო მიკროსაფინანსო სექტორს თავის მხრივ ხელს შეუწყობს იმაში, რომ ახალი სერვისები შესთავაზოს თავის მომხმარებელს. გარდა ამისა, საქართველოს ეროვნულ ბანკს მიენიჭა უფლებამოსილება მიკროსესხთან დაკავშირებით მიიღოს გარკვეული მოთხოვნები, რაც უზრუნველყოფს როგორც უსაფრთხო სესხის გაცემას, ასევე რისკებს შეამცირებს მიკროსაფინანსო სექტორში. მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის მიკროსესხების ლიმიტი ბოლოს 2017 წელს შეიცვალა, როცა ის 50.000-დან 100.000 ლარამდე გაიზარდა. შესაბამისად, როგორც სექტორში აცხადებენ, ახლა ლიმიტის კიდევ გაორმაგება დროული და აუცილებელი იყო. რიკო კრედიტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ლაშა ნიკოლაიშვილის განმარტებით, პოტენციურ კლიენტებს, ვისაც 200.000 ლარამდე სესხის აღება სურთ, აღარ მოუწევთ მსხვილ საფინანსო ინსტიტუტებს მიმართონ, ვინაიდან ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებას მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიც შეძლებენ. ეს კი თავის მხრივ გაზრდის როგორც მომხმარებლების რაოდენობას, ასევე დაკრედიტების მოცულობას. ის კლიენტების ჯგუფი, რომელიც არის 100.000-დან 200.000 ლარამდე და აქვთ სურვილი, რომ მიკროსაფინანსოებთან ითანამშრომლონ გაცილებით უფრო მოქნილი პირობებით, მიცემს საშუალებას, რომ ამ სერვისებით ისარგებლოს. მიკროსაფინანსოებისთვის კარგი მეორე მომენტი ის არის, რომ უკვე კარგ მსესხებელზე, რომელსაც უკვე ჩვენ ვაანალიზებთ და აქ პოტენციალი უკვე გადახდის, ისინი შეძლებენ, რომ ჩვენი სერვისებით ისარგებლონ და არ გაუშვათ სხვა ფინანსურ ორგანიზაციებში. დღეს თუ სექტორის საშუალო სესხი დაახლოებით 2.000-2.500 ლარია, ეს გაზრდილი ზღვარი მათ მისცემს შესაძლებლობას, რომ უფრო მაღალი საშუალო სესხები გაიცეს. ამას ექნება ორი ეფექტი, ერთის მხრივ, რომ სექტორის ზრდა შეუწყობს ხელს, მეორეს მხრივ, სექტორში ეფექტურობის გაუმჯობესება შეუწყობს ხელს და რაც მთავარია, საბოლოო ჯამში უნდა ვიხილოთ გაიაფება კონკრეტული პროდუქტების. საქართველოში 29 მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა რეგისტრირებული, რომელთა საკრედიტო პორტფელის ჯამური მოცულობა 2 მილიარდ ლარს შეადგენს. აქედან სესხების 95% ფიზიკურ პირებზე მოდის, რაც შეეხება შემოსავლებს 2024 წელს 2023 წელთან შედარებით, მისოების საპროცენტო შემოსავლები 31 მილიონი ლარით 463 მილიონ ლარამდე გაიზარდა. ამასთანავე მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა წინა წელთან შედარებით 124 მილიონი ლარის წმინდა მოგება მიიღეს. ეს მაჩვენებელი კი 8 მილიონი ლარით მეტია 2023 წლის მოგებასთან შედარებით.